Mundiali დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სპორტული მოვლენის ფარგლებს და გიგანტურ ეკონომიკურ მანქანად გადაიქცა, რომელიც ყოველ ჯერზე მილიარდობით დოლარის კაპიტალს იზიდავს. 2026 წლის მუნდიალის შედეგებს სპორტულ ანალიტიკოსებთან ერთად უკვე Wall Street-ზეც აქტიურად აჯამებენ. მთავარი კითხვა, რომელიც ბაზრის მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს აწუხებთ, არის ის: მიიღეს თუ არა რეალური სარგებელი იმ ინვესტორებმა, რომლებმაც ჩემპიონატთან დაკავშირებულ კომპანიებში კაპიტალი ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დააბანდეს. როგორც წესი, მუნდიალის პერიოდში გლობალური ბრენდების აქტივობა პიკს აღწევს, თუმცა წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებული მასშტაბებითა და უდიოზურობით გამოირჩეოდა. ტრადიციულ სპონსორებთან ერთად ბაზარზე გამოიკვეთდნენ კომპანიები, რომლებმაც სამი ქვეყნის, ანუ ამერიკის, კანადისა და მექსიკის მასშტაბით მილიონობით გულშემატკივრის ტრანსპორტირებითა და მასპინძლობით უდიდესი ფინანსური სარგებელი მიიღეს. უპირველეს ყოვლისა, ყურადღების ცენტრში სპორტული გიგანტები, ანუ Adidas-ი და Nike მოექცნენ. ტურნირის დაწყებამდე 3-6 თვით ადრე ინვესტორების პოზიტიური მოლოდინებისა და ეროვნული ნაკრებების მაისურების რეკორდული გაყიდვების ფონზე გერმანული Adidas-ის აქციების შეფასება დაახლოებით 15-18%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ Nike ბოლო პერიოდში სტრუქტურული გამოწვევების წინაშეა, მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებამ მისი აქციების ფასიც საკმაოდ მაღლა ასწია, ზრდის სტიმული მისცა და საბოლოო ჯამში ამან 8%-იანი მატებაც დააფიქსირებინა კომპანიას, რაც ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ფეხბურთის მზარდი პოპულარობით არის განპირობებული. სპორტული ბრენდების პარალელურად უზარმაზარი ფინანსური მოგება დააფიქსირეს მედიისა და ტრანსლაციის სფეროს წარმომადგენლებმაც. აი მაგალითად, Fox Corporation-მა სარეკლამო დროის თვეებით ადრე გაყიდვით უპრეცედენტო შემოსავალი მიიღო. ამან კომპანიის აქციები ბოლო ნახევარ წელიწადში უკვე 12%-ით გაზარდა. მსგავსი პოზიტიური ტენდენცია აჩვენეს ციფრულმა პლატფორმებმა და ტექნოლოგიურმა პარტნიორებმაც, რომლებიც მონაცემთა დამუშავებასა და გლობალურ მაუწყებლობას უზრუნველყოფდნენ. წლევანდელმა მუნდიალმა განსაკუთრებულად იმოქმედა ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორზეც, რაც წინა ჩემპიონატებთან შედარებით კიდევ უფრო მასშტაბური იყო გეოგრაფიული არეალის გამო. ავიაკომპანიებმა, როგორებიც არიან მაგალითად United Airlines-ი და Delta Airlines-ი, შიდა და კონტინენტურ ფრენებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო აქციების ფასის მნიშვნელოვანი მატება განიცადეს, კერძოდ 20-30%-ის ფარგლებში. პარალელურად განთავსებების პლატფორმებმა, მაგალითად Airbnb და Booking.com-მა ჯავშნების რეკორდული მაჩვენებლების გამო ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს, რამაც მათი საბაზრო კაპიტალიზაცია მუნდიალის დაწყებამდე 10-15%-ით გაზარდა. რაც შეეხება FIFA-ს ტრადიციულ პარტნიორებსა და სამომხმარებლო სექტორს, აქაც ვითარება ინვესტორებისათვის პოზიტიურად წარიმართა. Visa-ს აქციებმა მილიონობით ტურისტის გადახდების ბუმის გამო 7%-იანი ზრდა აჩვენა. Budweiser-მა სტადიონებსა და ფანზონებში ლუდის გაყიდვების უზარმაზარი მოცულობის მოლოდინით გაზაფხულიდან მოყოლებული დაახლოებით 9%-იანი ზრდა აჩვენა. ასევე სტაბილური წინსვლა ჰქონდათ ისეთ მუდმივ სპონსორებსაც, როგორებიც არიან მაგალითად Coca-Cola და McDonald's-ი. აგრეთვე ოფიციალურ სატრანსპორტო პარტნიორსაც, რომელიც Hyundai იყო, მანაც უზარმაზარი სარეკლამო ექსპოზიცია მიიღო. ჩვენს მთავარ თეზისს რომ დაუბრუნდეთ. მიიღეს თუ არა სარგებელი რამდენიმე თვით ადრე შემოსულმა ინვესტორებმა, პასუხი ცალსახად ამაზე არის დადებითი და კი. მათ ვინც ჩემპიონატამდე 4-6 თვით ადრე შეიძინეს აღნიშნული კომპანიების აქციები, სოლიდური უკუგება უკვე ნახეს. თუმცა სწორედ აქვე გამოვლინდა ცნობილი საბირჟო ფენომენი. იყიდე ჭორი და გაყიდე ნიუსი. როგორც კი ტურნირი დაიწყო, ზოგიერთი კომპანიის აქციების ფასი დაეცა, რადგანაც მსხვილმა ინვესტორებმა მოგების დაფიქსირება სწორედ მაშინ დაიწყეს, როცა რიგითი გულშემატკივრები ეიფორიაში იყვნენ, რადგანაც ფასში უკვე წინასწარ რამდენიმე თვით ადრე იყო ასახული პოზიტიური მოლოდინები, რაც ტურნირს წესით უნდა მოეტანა და მოიტანა კიდეც. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცალსახაა. იმ ინვესტორებმა, რომლებმაც მუნდიალთან დაკავშირებული საინვესტიციო პოზიციები დაახლოებით 1 წლით ადრე გახსნეს და სტრატეგიული გათხრები სწორად გააკეთეს, ამ საკმაოდ მოკლე პერიოდში ჯამურად თითქმის 130%-იანი ზრდა დააფიქსირეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუნდიალით არა მხოლოდ გართობისა და სიამოვნების, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებაც შეიძლება. წარმატებები 2030 წელს.